საგზაო მოძრაობის გადატვირთვის და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების მოტივით ქართული ოცნება 1 აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. კერძოდ 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. უწყების გამონაკლისები ვრცელდება იმ ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე, ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. 2012 წელს საქართველოში 864,000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული და წლევანდელი მონაცემებით ამაჩვენებელმა გადააჭარბა 2 მილიონს. ავტომობილების რაოდენობის ასეთი ზრდა იწვევს ერთი მხრივ საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და მეორე მხრივ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება არის აუცილებელი და ამისათვის ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას. განსაკუთრებით სატრანსპორტო სექტორი არის ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო, მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად. მნიშვნელოვანია, რომ კვლავ დამატებითი ზომები მივიღოთ იმისთვის, რომ უკეთესი მდგომარეობა გქონდეს ჰაერის ხარისხის კუთხით და სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ ეტაპობრივად გაახალგაზრდავდეს ქვეყანაში ავტოპარკი, შემოვიდეს უფრო ასე ვთქვათ ხარისხიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა გაფრქვევა იქნება ნაკლები და მათი მხრიდან ნაკლებად მოხდება ჰაერის დაბინძურება. ამ დროისთვის საქართველოში რეგისტრირებული 1,900,000 ავტომობილიდან 80% 10 წელზე მეტი წლოვანებისაა, 13,8% 5-დან 10 წლამდე ასაკის და მხოლოდ 3,2%-ია 2-დან 5 წლამდე ასაკის. ავტოიმპორტიორი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ახალი ინიციატივა ბაზარზე ნეგატიურად აისახება არაერთი მიმართულებით. კავკასიის ავტოიმპორტის გათვლებით ახალი შეზღუდვა დაახლოებით მთლიანი ბრუნვის 58%-ს შეეხება და მოლოდინია, რომ კომპანიები ბაზრის 30-დან 40%-მდე დაკარგავენ. კომპანიაში განმარტავენ, რომ რეგულაციის შედეგად მოსახლეობას შედარებით ბიუჯეტურ ავტომობილებზე წვდომა აღარ ექნება. საბოლოოდ კი მოსაოდნელია, რომ ფასები ორივე მიმართულებით გაიზრდება, როგორც ქვეყანაში უკვე არსებულ ავტოპარკზე, ასევე ახლად შემოყვანილ ავტომობილებზე. 6 წელზე უფრო ძველი ავტომობილები არის ჩვენი ბრუნვის დაახლოებით 58%. რაც კოლოსალური რაოდენობაა, ამ 58%-დან ჯერჯერობით გამიჭირდება ზუსტი თქმა, რაღაც ნაწილი 6 წელზე უფრო ახალ ავტომობილების სეგმენტში გადაინაცვლებს, თუმცა ეს ვერ იქნება ყველა. სავარაუდოდ 58%-ის ალბათ ნახევარი დიდი ალბათობით გადაინაცვლებს 6 წელზე უფრო ახალი ავტომობილების სეგმენტში და ის დანარჩენს პრაქტიკულად იმპორტი ავტომობილების იმპორტის ხარეს დავგარდა. კანონის შემოღებამდე იმპორტირებული ძველი ავტომობილები, რაც უკვე ამას ძველს თუ დავარქვევთ 6 წელზე უფრო მაღალი ასაკის ავტომობილების ფასები გაძვირდება და ის მოთხოვნა, ასე ვთქვათ, ახალ ავტომობილებზეც, მათ შორის უკვე შუა და ცოტა გრძელ პერსპექტივაში უკვე აქეთ გადმოინაცვლებს და რაც ამის გაძვირებასაც გამოიწვევს. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ქვეყანაში რეექსპორტის მიზნით შემოყვანილ ავტომობილებზე. თუმცა თავად ავტოიმპორტიორები ამბობენ, რომ ამ შეზღუდვას ნეგატიური გავლენა ექნება რეექსპორტზეც. როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, ხშირად რეექსპორტის მიზნით შემოყვანილი ავტომობილების საზღვარგარეთ გაყიდვა ვერ ხერხდება. შესაბამისად, დილერები მათ რეალიზებას უკვე ადგილობრივ ბაზარზე ცდილობენ, რისი საშუალებაც ახალი რეგულაციის შედეგად უკვე 1 აპრილიდან აღარ ექნებათ. საქართველოს საავტომობილო ჰაბის ფუნქცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ასე აფასებს ავტოიმპორტიორების ნაწილი ქართული ოცნების ახალ ინიციატივას. როდესაც აუგრძელავს ხელისუფლება ამ შემთხვევაში 6 წელზე უფრო მეტი ასაკის ავტომობილის შემოყვანას და დარეგისტრირებას, ელემენტარულად ეს მოქმედებს რეექსპორტზეც, იმიტომ რომ ერთადერთი დამცავი მექანიზმი ავტოიმპორტიორისთვის ის იყო, რომ თუ ვერ გაყიდდა რეექსპორტზე, ამ შემთხვევაში დაიტოვებდა და ქვეყანაში გაყიდდა. ამასაც ვერ მოახერხებს. ამიტომ პირდაპირ თუ ირიბად მაინც ეხება ეს შეზღუდვა რეექსპორტსაც, ხო? როგორც ბიზნესისთვის იქნება ეს წამგებიანი, ასევე მოსახლეობისთვის იქნება წამგებიანი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ გაუმჯობესებს ავტოპარკს, ასე არ ხდება ავტოპარკის გაჯანსაღება და გაახალგაზრდავება. ეს არ შეუწყობს ხელს, ანუ მოთხოვნას, ეკონომიკურად ეს დააზარალებს მოსახლეობასაც იმ კუთხით, რომ ელემენტარულად ძალიან ბევრი ადამიანი ტაქსაობს, ხო? ბევრი ადამიანი ემსახურება რაღაც კონკრეტულ კერძო კომპანიებს თავისი ავტომობილით.
და ელემენტარულად ახლა შეადაროთ 10 წლის მანქანა უფრო იაფია თუ 6 წლის ან 3 წლის მანქანა პირობითად, ხო? კიდევ უფრო ნაკლები მოხმარებელი შეიძენს ავტომობილს და ადგილზე არსებული ძველი ამორტიზირებული ავტოპარკიც უფრო გაძვირდება და უფრო ღირებული გახდება. ამიტომ ამ გადაწყვეტილების ისტორიაში ჩვენ ეჭვბეპარება. მაგალითად, ყაზახეთში არ არის შეზღუდვა წლოვანებაზე. ანუ ყაზახ მომხმარებელს გაღავს საქართველოსთან 2015 წლიანი ავტომობილი. 2015 წლიანი ავტომობილი ჩვენ ვეღარ შემოვიდით. შესაბამისად, ვისაც ბიუჯეტური ავტომობილი უნდა და მაგალითად არის ყაზახეთიდან, მას უკვე შესაძლებლობა ეზღუდება, რომ საქართველოსთან ავტომობილი იყიდოს და ის წავადეს სხვა ალტერნატივას მოძებნის. შესაბამისად, ეს ბრუნვა უკვე ჩვენ ქვეყანას მოვაყოთ. ეს ცვლილება აუცილებლად აისახება ბრუნვებზე. ცალსახად აისახება და ეს ერთგვარად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ალბათ საქართველოს მომავალ პერსპექტივებს, როგორც რეგიონალური საავტომობილო ჰაბის. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალა. ამ ჯერზე კი ქართული ოცნება უკვე 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას აპირებს. ავტოიმპორტიორთა ასოციაცია გეგმავს, რომ მთავრობის ადმინისტრაციას ოფიციალური წერილით უახლოეს დღეებში მიმართოს და ინფორმაცია მიაწოდონ იმ ნეგატიურ შედეგებზე, რაც მათი შეფასებით აღნიშნული რეგულაციის შემოღებას მოყვება.